ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა აღსრულების პოლიციის ბრიგადის მეშვეობით ხელვაჩაუში ყოფილი 53 სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულების ფიცრულების დემონტაჟი დაიწყო. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა დემონტაჟის სამუშაოები იმ ნაგებობებიდან დაიწყო, რომლებშიც ამჟამად არავინ ცხოვრობს. ამ ფაქტს თვითნებურად შესახლებული მოსახლეობამ მშვიდად შეხვდა. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებული ღონისძიებები სამართლიანია, რადგანაც სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე ბევრი ისეთი მოქალაქეა შესახლებული, რომელთაც მხოლოდ ანგარება ამოძრავებს და მათ ფონზე ბევრი სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახი იჩაგრება. თვითნებურად შესახლებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ისეველიან. უფრო ვრცლად თემის შესახებ მათთვის მომდევნო გამოშვებაში მოგეთხრობთ. შეიძლება იყოს როგორც ასეთი წინასე ჩადგმული, როგორც ხალხის ვითომ ბევრი ვართ. არა ვართ ჩვენ ბევრი, ძალიან ცოტა ხალხი ვართ, თორსა რომელსაც მართლა გვიჭირს, ჩემ ძალიან გთხოვთ ისინი გადაიღეთ, რომელსაც რეალურად ვცხოვრობთ, ვარსებობთ და დღე და ღამე აქ ვცხოვრობთ. ესენი არიან შეიძლება ისე უბრალოდ ჩადგმული სახე. სამართლიანია, კი ბატონო, სამართლიანად ვთვლით, იმიტომ რომ არ ცხოვრობთ და გვიშლიან ჩვენ. ავადმყოფი მყავდა და მყავს კიდო. ესე იგი, რომელსაც ხანჯერ ადგილიდან გადაადგილებაც არ შეიძლება და ესე იგი სკორის გამოძახების სასწრაფო მოდიოდა 5 ან 6 საათის შემდეგ. და იძულებული გავხდები რამდენი წელია აქ ცხოვრობ ნაქირავებში. როგორც ასეთი სახლებს რო იღებენ, ესენი ზედმეტია. მარტო ჩონჩხები ჩადგენ და ესე იგი ის ხალხსაც ხელს უშლის, რომელიც ნაღდად გაჭირვებულია, რომელსაც სჭირდება დახმარება.